საღამომშვიდობისა, პატივცემულებო, ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. მოგესალმებით, მოგიკითხავთ ასე შორიდან და გისურვებთ, რა თქმა უნდა, საღმრთო მშვიდობასაც და ბედნიერებასაც. მაგრამ სად არის იგი? იკითხავს ადამიანი და სრულადაც არ დაისმება ეს კითხვა ალოგიკურად. თქვენს წინაშე დღეს ვიქნებით ბატონი ოლთარ ჭიტანავა და მე ვექა თაუბერი კაპანაძე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა ტრაგიზმი გვტკივა ჩვენ, აქ მიმდინარე მოვლენები ძალზე დრამატიზირებულია და ვითარდება კაცმა არ იცის საითკენ, არა როგორ არ ვიცით საითკენ, მაგრამ უბრალოდ ეს არ არის ის გზა მისი განვითარების შესახებ რომ ისაუბრო და ეს საუბარი სურვილად გქონდეს ბატონებო, თორე ყველაფერი ილუსტრირებულია, ყველაფერი აბსოლუტურად. მიუხედავად დიდი ტკივილისა და ჩვენი შიდა პრობლემებისა, თან n რაოდენობით პრობლემებისა, დღესდღეობით რა თქმა უნდა არ იქნება სამართლიანი, თვალს ვერ მოწყვეტ და ყურადღება რომ არ შეაჩერო, მასზე არის საუბრო, რადგან ძალიან დიდი საშიშროება უახლოვდება და საშიშროების წინაშე ეს სამყარო სულიყო, რადგან როცა პიკს მიაღწევდა ხოლმე უღმერთობის, თუ არ გამოჩდებოდნენ ძალიან დიდი მოღვაწენი, რომ გადაწეულიყო ამ ქვეყნის დასასრული, მაშინ ეს ქვეყანა დღემდე ვერ მოვიდოდა. დღეს არ ვიცი ვინ, როგორ, რანაირად და სად გამოჩდება, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ვიცით და ვხედავთ, რომ აი ეს ეხლახანს მიმდინარე მოვლენები, ხომ, ეს ცხელ-ცხელი მოვლენები, რაც ისრაელ-ირანს შორის წარმოებს. რაც კარგად ცნობილია ახლა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ეს ომი, ხუსიტების მიმართ განხორციელებული და საერთოდ პაკისტან, ინდოეთს შორის და აი ეს ყველაფერი რაც კი ხდება და დენთის შემცველია მხოლოდ და დიდი ტრაგედიების მომასწავებელი. არ შეიძლება არ იყოს ჩვენი სასაუბრო და საყურადღებო თემა, რადგან ეს ტიტანთა შერკინებებში ჩვენ გამოვძვრალ ვართ, უფლის შეწევნით დავხსნილ ვართ და ახლაც იგივე გსურს მოხდეს ჯერ მშვიდობა გვისურვებია სამყაროსათვის, მაგრამ არ უნდათ ბატონო მშვიდობა და აკლემებს შორის გვითქვამს ადრეც, ეხლაც გეტყვით, კოზაკის ბედი არ დაგვემართოს. ჩვენ კოზაკს რომ ემართება ხოლმე აკლემთა შერკინებაში. იცით, დიდად მნიშვნელოვანია ახლა, რა თქმა უნდა, მსოფლიო ვითარება, რაც რეზონანსულია და გავლენას ყოველთვის ქონიობს ჩვენზე, მაგრამ ერთი რას მინდა გავუსვაოთ არხაზე და პატივცემულებო. ზედმეტი აღტკინება, რაღაც ეიფორია, რაღაც აი ესეთი კონვულსიები და მართლაც ამაზრზენი ეგზალტაცია, დიდი სიხარული, ოთარ. გამოხატული რომ აი თურმე ეს მოსადმა რა მაგარი რაღაც გააკეთა. გეგმავდა წლები და რას ამბობ, დაადუღა თურმე იქაურობა ყველაფერი რა. ჯერ ერთი პატივცემულებო რა, მართლმადიდებლებო და ყველას მოგმართავთ. რაც არ უნდა გამართლებული იყოს, ან ერთის მხრიდან, ან მეორეს მხრიდან, ან თუნდაც მესამე ძღებულობდეს მონაწილეობა მესამეს მხრიდან, როცა საშიშროება წალეკვით ემუქრება ყველას და ყველაფერს და გამონაკლისი შენი ქვეყანაც არაა, როცა ამდენი უბედურებები მოდის, მოაქვს ომს, ტრაგედიები, დაღუპვა ბავშვთა, მოზარდთა ხომ და არა მხოლოდ საერთოდ კაცობრიობის გადაშენება და როცა ეს საღმრთო ომი არ გახლავთ, რამე თუ არც აიათოლა ახლა ილღაზი და არც აქეთ ისრაელთა ესე თქვა ლიდერი სახელი დამავისდა ხომეინი, ხო? კი ბატონო. არც ეს გახლავთ დავით აღმაშენებელი, ხო?
უბრალოდ თავიანთი ინტერესების შესაბამისად და ზურგი ვიცით, ხვდებით, დიდი ხანია ვიცით ვისი აქვს და ესქატოლოგიის კუთხით როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს არ გვაძლევს პატივცემულებო აღტკინების და რაღაც სიხარულის უფლებას. პირიქით, ძალზედ დიდი დამწუხრების და ძალზედ დიდი დაფიქრების ასე ვთქვათ, წყარო უნდა იყოს ეს. მეც ეხლა აღვნიშნე უთავ ჩვენ გამომზრალ ვართ ხოლმე მეთქი ასეთი ტიტანური შერკინებებისგან. მაგრამ ეს ხშირად და ყოველთვის აღესრულებოდა გონიერი ხელისუფლებით, როცა საქართველოს გონიერი ხელისუფალი ყავდა. ის ლავირებდა, მას ის დიდ დიპლომატიას იჩენდა, რა თქმა უნდა და ყველა მეთოდს იყენებდა საქვეყნო და საღმრთო, რამე თუ ესენი იდენტიფიცირებული იყო ყოველთვის ინტერესის შესაბამისად. აბა დღეს გადავხედოთ, ვინ ბრძანდებიან, სად ბრძანდებოდნენ, რას წარმოადგენენ და რისთვის ბრძანდებიან საერთოდ ზემოც ჩვენს თავებზე მოკალათებულნი. დღევანდელებმა ომი გამოუცხადეს თვითონ შიგნით ჩვენს მოსახლეობას. დიახ, რამე თუ საწინააღმდეგო აზრი იდევნება, საწინააღმდეგო აზრი ისჯება, ჯარიმდება და მეტიც ამის გამო დაგაკავებენ კიდევაც, ჩვეულებრივად დაგაპატიმრებენ, რაც არაერთი აღესრულა, ხო? იცით, ეს უკვე ჩვეულებრივი, აი როგორ გითხრათ, ეს უკვე ტირანია, თავისი დიქტატურული, ასე ვთქვათ, დიქტატის დიდი ელემენტებით ხშირად მithქვავს. ეს არის კლასიკური, მიახლოებული ყოველ შემთხვევაში, როცა კანონმდებლობაც იგივეა, რაც მათი ლექსიკა. შეიძლება ადამიანმა რაღაცა თქვა, რაღაც წამოროშო ბატონო ჩემო, იყოს ის არაადეკვატური, არა მიზანმიმართული თუ მიზანშეწონილი, საერთოდ როგორც დიდი მასშტაბით, ასევე ლოკალური მცირე შედეგებზე გასვლის, ასე ვთქვათ, პერსპექტივით, მაგრამ ეს კანონში არ შეიტანო, ამას რატიფიკაცია არ მიცე, ამის ჩანაწერი არ გააკეთო. დიახ, აქ გმართებს სწორედაც გონიერება, მაგრამ ესენი რასაც ლაპარაკობენ და რისი სურვილებიც აქვთ, ყველაფერი კანონად აქციეს. აი ამიტომაა ეს ტირანიასთან მიახლოებული. თან ხას უსვავ. მათ წამებულის მანტიაში გამოახვიეს ოთარ. წამებულის მანტიაში მოდით ვთქვათ რეალურად, ახალგაზრდებს გაცილებით მეტად მივმართავ. აი ძირითადად მართლა გაქრობის პირას მისული, გამარგინიზებული და მართლა აი როგორ გითხრათ, თვითონ იმ ეპიცენტრში, სადაც დიდი პროტესტია, იქაც რომ უავტორიტეტოდ მყოფი, როცა ახალგაზრდები არ გღებულობენ, როცა ახალგაზრდები იმ ემპათიას არანაირს არ გამოხატავენ იმ ოთხეულის მიმართ, ამას მეტი არაფერი არ ქვია თუ არა იგნორი, სახალხო იგნორი. შეიძლება ვიღაცამ ცილი დამსწამოს, რომ ეს უტრირებაო, არა ბატონებო, უკვე მე ასეთ მოხდა ლამის, რომ ჩაკარგულ, გაბითურებული, ნირწამხდარი და ძალზედ როგორი წარსულითაც ეხლა არც ფოკუსირდები წარსულზე, ესეთი ძალები კიდევ ერთხელ წამებულის მანტიაში ეხვევიან, რამე თუ მათ აკავებენ, ავიცი აპატიმრებენ, აჯარიმებენ ზოგს სიტყვის თქმისთვის, ზოგს რაღაცა სოციალურ ქსელში რაღაც კომენტარისთვის თუ ასე შემდეგ. ეს არაკეთილგონივრული პოლიტიკა არ ჩავთვალოთ, რომ თლად უმიზნოდ კეთდება. მიზანმიმართულება მათ კუმირს და მათ ქურუმს გააჩნია, ის არაადეკვატურია. ის ადეკვატური არის მხოლოდ მისი, ასე ვთქვათ, სტაბილიკა და მისი აზროვნება, მისი დოქტრინა და კრედო მხოლოდ მოტივირდება მისი ფინანსების სვებედით. თუ რა ბედი ეწევა მის ფინანსებს, მის კეთილდღეობას, მის მერკანტელიას. და ასე კიდევ რამოდენიმე წერტილს დავსვავ, შეიძლება, თუმცა კი მე არ ავთვლი საჭიროდ ამ პიროვნებაზე ამდენი ვისაუბროთ. თუმცა მეტი აღარ დარჩა არავინ სასაუბრო, რამე თუ თვითონ ცეკვავს, თვითონ უკრავს, თვითონ მღერის, თვითონ უკეთავს, თვითონ იჭერს ლამის და ჯიბეში ყავს რამოდენიმე თავარი უწყება.
ეხლა რა მინდა იცით თქვა, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ ოთარ, ეს შეთავაზება საზოგადოებას შევთავაზეთ, იციან ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბოიკოტს არასდროს არავისთვის, არც ერთი ძალისთვის, დიდი თუ მცირე ძალისთვის არ მოუტანია არანაირი ბენეფიტი, არანაირი დივიდენდი პოლიტიკური, ხო? ფარდის იქით დგომა, თან იცი რომ ამდენი ამომრჩეველი ყავს, მიუხედავად იმისა, რომ როგორი ველია, როგორი სიყალბის და საერთოდ ესე ვთქვათ, მართლა არაკეთილსაიმედო, მაინც ყოველი გოჯისთვის იბრძვი. ეს არ არის მათი ლეგიტიმაცია. აქ დაინახავს საზოგადოება, რომ ეს პოლიტიკური ერთობა თუ რაოდენ უკომპრომისო, კონსტრუქციულ, ცივილურ და საქვეყნოდ ბრძოლას გამოუცხადებს აბსოლუტურად ყველა იმ ძალას, რომელიც თავისი ქმედებით, თავის თავზე მეტყველებს ჩვენ რომ არ ვიმეტყველოთ. თავიანთი წარსულით თავის თავზე მეტყველებენ ჩვენ რომ არ ვიმეტყველოთ. მე მსურს გავახსენო საზოგადოებას ის ტელეფონის ნომერი ბატონი დავითის, სადაც უნდა დაურეკონ აუცილებლად და თავიანთი წარმომადგენლები ოთარ წარმოადგინონ. მე გუშინაც აღვნიშნე რომ 10 კაცში პოპულარული და ავტორიტეტული პიროვნება, როცა 1000 კაცი ცხოვრობს დაუშვათ სადღაც დაბაში, ეს რა თქმა უნდა ტენდენციურობაა და არასერიოზულია. იმ 1000 კაციდან უხეშად რომ თქვათ, ნახევარი მაინც თუ არ აღიარებს ამ პიროვნებას, თუ მეტი ხომ თლად კარგი, რა თქმა უნდა ის პიროვნება არ არის წარსადგენი და ასეთი ხალხი ღმერთმა არ გამოუვლია ამ ქვეყანას, არც ერთ კუთხე კუნჭულს ბატონებო და მასთან შეთანხმებით დარეკეთ და წარდგეს ან თვითონ ის პიროვნება თავისი სახელი გვარით ან თქვენ წარადგინეთ და ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კუთხეს და ტელეფონის ნომერი ჩაინიშნეთ თუ შეიძლება. ეს არის 500 505 688. გაგაგონებთ ჩვენი თანამებრძოლი ბატონი დავითი და რა თქმა უნდა თქვენ შორის იქნება გასაუბრება რომ შემდეგ ჩვენ წარგადგინოთ თქვენ როცა ამის დრო და ჟამი იქნება. აუცილებლად მსურს ეს არ გამოვტოვო ჩემო ოთარ რომ მოვიკითხო მე აქედან პოლიტპატიმრები. მრავალ სეგმენტში, მრავალ ამპლუაში გვანან ესენი წინებს. წინები არიან ეხლა თუ ესენი იყვნენ უცინ უკვე ვეღარ გამიგია. იმდენად აი არეულია რაღაცა ესე ვთქვათ აღრევა მოხდა მათ შორის და რომ გადახედო ეხლა 99 დეპუტატიდან 70-ზე მეტი პორტირებული ისინი ყავთ. კაცო ეს ამას მე ხო არ ვიგონებ არა ჩეულებრივად არქიტექტორებიც მეტად თუ ნაკლებად წინა რეჟიმისა ხო რომელიც არ ახსენდება ქალბატონ წულუკიანს რომ დაიბაროს იმ საგამოძიებო ეგრეთ წოდებულ კომისიაზე და მე მსურს ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს დოკვაძიდან დავიწყო ბატონო ეს ადამიანი წლობით უკვე ათეული წლებია ყავთ გამოკეტილი იცით კი სხვა იურისდიქცია სხვა კანონი სხვა ხელისუფლება მაგრამ თქვენ სამართალ მემკვიდრენი არა ხართ არ უნდა განიხილოთ კაცი რისთვის ზის და რამდენი წელი შეიძლება იჯდეს და ასევე ეხლა დაკავებულნი მე კონკრეტიკას ვაკეთებ ვინც პოლიტპატიმარია მართლა და აკმაყოფილებს პოლიტპატიმრობის მართლა მთელს ასე ვთქვათ მოთხოვნილებებს შეიძლება ასეც ვთქვათ ხო ახალგაზრდები იქნებიან ეს ქალბატონები თუ ბატონები მე კრიმინალს რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ ჩავთვლი პოლიტპატიმრად მე გული იმაზეც მწყდება რომ ძალზედ მარგინალიზებული შერცხვენილი საქვეყნოდ ცნობილი ნეგატიურად ძალები და მათი ლიდერები უფრო სწორად დღეს წამებულის მანტიაში გაახვიეთ და პოლიტპატიმრების გვერდზე საპირწონედ დააყენეთ პიროვნებები რომლებიც დღესაც ლუსტრირებულია ეს და ყველამ ვიხილეთ რომ მიუღებელნი აღმოჩნდნენ სრულიად უპარტიო ახალგაზრდებისათვის რომლებიც იქ უმეტესწილად ჯანსაღი პროტესტიც კი ახალგაზრდული ასე ვთქვათ ქარბუქი და ქარტეხილები ყველას ქონია შეცდომები ყველას ქონია მაგრამ აი იმ სიჯანსაღეში ასე ვთქვათ რომ იდგნენ აი ის ახალგაზრდები თქვენ დააკავეთ მინდა მხნეობა უსურო აქედან გისურვოთ ჩემო კარგებო მინდა რომ
იცით ხნეობასთან ერთად ის განცდა რომ აი ეს განსაცდელი სწორად მინდა აი ქრისტეში და სიყვარულში გამტკიცებისთვის მიიღოთ ეს განსაცდელი კი უფლის დაშვებით მოხდა ყოველივე და ნუ რა ვის ნუ ეგონება რაც უფლის დაშვებით ხდება ის გამართლებულია როცა ამ საქციელს ოფიციოზი თუ ვინმე ჩაიდენს არა ბატონებო არასდროს არ არის მართალი მატრახი არასდროს არ არის მართალი წკეპლა მატრახსა და წკეპლას ვიცით ჩვენ რა ბედი ეწევათ ხოლმე და ნუ რავინ იამაყებს მატრახის როლში ყოფნას რა უფალი რას დაუშვებს და მის განგებულებაში კიდევ ბოლომდე ვერ გავეკვევით ამიტომ დათმენით ქრისტიანულად მიიღეთ აი ეს განსაცდელი ჩვენ გიხსენიებთ პირადად აქ მე არაერთგზის თქვი და ამით ეს არც თავმომწონეობა ეს არის ჩვენთვის ჩვეულებრივი ჩვენი მართლმორწმუნე გუნდი და აღსარებელ მაზიარებელ გუნდი ჩვენ გიხსენიებთ თქვენს გააძლიერეთ ლოცვა ახალგაზრდებო და არა მხოლოდ ახალგაზრდებო იცით თქვენი განთავისუფლება საშვილიშვილოდ და დიდი დროით ვერ გადაიდება აი ეს მინდა იცოდეთ რადგან თავიანთი თავი ყავთ ამ პიროვნებებს ზემოთ რომ ბრძანდებიან კუთხეში მიყენებული ნელ-ნელა კუთხისკენ მიიწევენ აი სრულიად რომ არ ჩაერიო იმდენად ჯერ თვით რღვევას ვერ გაუძლებენ და შემდეგ ბევრ კატაკლიზმს ეგაა უბედურება რომ ჩვენ ქვეყანას ეხება სწორედაც საზიანოდ ყოველი აბსოლუტურად აი ეს სანქცია იქნება თუ ასე შემდეგ მაგრამ რას ვიზავთ ეს ესე მოხდება ამიტომ იცოდეთ რომ ეს დრო განთავისუფლებისა მალე დაგიდგებათ და საერთოდაც იცით თავისუფლებაც და განთავისუფლებაც უღმერთოდ არ აღესრულება ეს ხომ ძალიან კარგად იცით იცით არც შრომა არც ბრძოლა არ არსებობს უღმერთო და არც ჩვენი სიცოცხლე და არც გარდაცვალება არ არსებობს უღმერთოდ და ამიტომ ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და ღმერთმა მალე დაგიხსნათ ამ არასამართლიანი და ასე ვთქვათ უსამართლო სისტემის ტყვეობისაგან მე დიდი სიამოვნებით გადავალ ეხლა სიტყვას გამიგრძელდა სიტყვა და თქვენ არ გაგიგრძელდეთ პატიმრობის დღეები თქვენ შეგიმოკლდეთ ბატონ ოთართან რომლის სიტყვა ყოველთვის დიდი ყურადღებით ინტერესით ისმინება და ეხლაც რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით დაუთმობთ ყურადღებას გთხოვთ მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს მართლაც კი გაგიგრძელდა მაგრამ ძალიან საინტერესო შესავალი იყო პრაქტიკულად ყველაფერი მოიცავი რაც შინ და გარეთ ხდება დღეს და მინდა ასე დავამატო ის ვითარება რაც არის გარეთ და რაც მოხდა დღეს გამთენიისას გუშინ საღამოს დაიწყო ეს პროცესი რაც აქვე ჩვენ სამეზობლოში ხდება პრაქტიკულად ერთი ქვეყანა ყოფს ირანთან ძალიან ახლოსა ვართ და მართლაც ეს არ არის იოლი ამბავი რაც იქ ხდება მართლაც ძალიან რთული ვითარება და უკვე ჩვენ წინასწარ ვიცოდით როცა ამერიკამ დაიწყო თავისი დიპლომატიური კორპუსის მთლიანად ახლო აღმოსავლეთიდან გამოყვანა იქ ასე უბრალოდ არ გამოყავს ხოლმე ამ ხედავ ქვეყანას იქ რაღაც დიდი საშიშროება იყო უკვე მოსალოდნელი და რა თქმა უნდა ორივე მხარე ორივე კი არა სამივე ამერიკაც რა თქმა უნდა ირიბად იყო ჩართული ამ პროცესში იყო სრულად მზადყოფნაში და მოხდა ის რაც მოხდა შედეგებს ვხედავთ ეს დაბომბები დღესაც გრძელდება ესე იგი დღეს თაბრისში დაიბომბა ეს სარაკეტო გამშვები მოედანი საიდანაც საპასუხო ცეცხლი უნდა გაეხსნა ირანს ისრაელისთვის მაგრამ 100 დრონის გაშვების მეტი ვერ მოახერხა ანუ პრაქტიკულად მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა ასევე ცენტრალური შტაბი არის დაბომბილი არის დაღუპული აგრეთვე ის ფიზიკოსები რომლებიც მუშაობდნენ ამ ბირთვულ ლაბორატორიებში ამ ბირთვული იარაღის გამდიდრებაზე და შექმნაზე
და პრაქტიკულად მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა ასევე თავის აი ცენტრალურ შტაბში არის განადგურებული. ამ პროცესში იყო ჩართული 300 ბომბდამშენი. ეს ბაზა, რომელიც აქვს იქ ძირითადი ქსირი, ის პირველივე წუთებში დაიბომბა, სადაც არის ძალიან დიდი საცავები, ეს არაკეტო საცავები იყო დაცული და ფაქტიურად ეს სხვა ომია. ეს არ არის ომი, რომელიც მაგალითად ირანს გასული საუკუნის ბოლოს ჰქონდა 1980-88 წლებში ირან-ერაყის ომი, სადაც ირანმა შეძლო 10 მილიონი კაცის მობილიზება და შეიარაღება და საბრძოლოდ გაშვება და უბრალოდ ეხა წინ წავიდა ეს სამხედრო მრეწველობაში ეს დრონების გამოყენება რაც არისო აი ურტყავენ სიზუსტი ისეთი დიდი სიზუსტით რომ პრაქტიკულად სამოქალაქო სექტორს არ ეხებიან ესე არ იყო ძველად და არ არის ხა ის სტილი მართვის მაგრამ მას მერე რაც ირანში მოხდა რევოლუცია 1979 წელს თუ არ ვცდები ეს მას მერე არის აიატოლა ხომეინი პრაქტიკულად ამ ქვეყნის სულიერი ლიდერი რომელსაც ირგვლივ ყავს ზუსტად თავისნაირი ასაკოვანი ესე იგი ირანსკი სტარცებს ასე ეძახიან რუსები როგორც ეს იყო მაგალითად საბჭოთა კავშირში პოლიტბიუროს წევრები რო იყვნენ ყველა 80 წელს გადაცილებული ადამიანები მაგრამ ეს ხალხი ვინც არიან აი ამ ასაკში და ფლობენ პრაქტიკულად მთელი ეკონომიკის ირანის ეკონომიკის 2/3 სადაც ერთი ასეთი ირანელი აიატოლა აკონტროლებს ნავთობის ბიზნესს, მეორე აკონტროლებს გაზის ბიზნესს, მესამე რკინის ბიზნესს, მეოთხე მეჩეთებიდან შემოსავლებს, წიაღისეულებიდან ეს გადანაწილებული აქვთ აი ამ ირანული ესე ვთქვათ პოლიტბიუროს წევრებს ეს ყველა ბიზნესები უკვე პრაქტიკულად მათ დასაკარგი არ აქვს, ბევრი არის 90 წელს მიტანებული, ამიტომ ისინი ცდილობენ მოუწოდონ თავისივე ახალგაზრდობას ებრძოლეთ ესე იგი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეომეთ ისრაელს და თვლიან რომ აუცილებელია რომ ეს იარაღი იქნას გამოგონებული და რაში გამოიყენებენ ახლა ვიცით ეს კაი მიზნებისთვის რო არ უნდათ პრაქტიკულად წლის ბოლოსთვის უნდა დამზადებულიყო 10 ეს ბირთვული იარაღი თავის ბირთვული კობინებით რომელსაც ექნებოდა დანიშნულება რა თქმა უნდა ისინი აუცილებლად გაფრინდებოდა ისრაელის დასაბომბა და გასანადგურებლად. ეხლა უკვე არ ვიცი ბომბათმა იმუშავა ეთქო. კი, მაგრად იმუშავა, როგორც ყოველთვის ეს არის ყველაზე მაგარი საჰაერო დაცვის სისტემა ეხლა. მსოფლიოში ამერიკის შეერთებულ შტატებსაც რო არა აქვთ და ისეთი მაგრამ უბრალოდ ძალიან მაგრა არის დღეს ირანი დაბომბილი და ეს არის უძველესი ქვეყანა, უნდა გვავიწყდება ეხლა თავი იქ რაღაც ისტორიულ იმას უბნებს არ გავცელდეს ეს. კი, თორე ტრაგედია დიდია უკვე. ნამდვილად, იმიტომ რომ ირანი არის უძველესი ქვეყანა, ის ჩინეთზე და ინდოეთზე ძველი ქვეყანაა და ის ძველი ქვეყანა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ეს ყველაზე ძველი ქვეყანაა და მისი ძეგლები არის იუნესკოს ძეგლების ძველი მიდია. კი, ძირითადი შემადგენელი ნაწილი და ეს მსოფლიო მემკვიდრეობაა და ეს არა მხოლოდ ირანელებს, არამედ მსოფლიოს ეკუთვნის. და ვიმედოვნებ, რომ აი ამ ძეგლებს არ შეეხება ეს დაბომბვები. ეხლა ალბათ ამ ეტაპზე იქნება გასააქტიურებელი მოლაპარაკებები და ირანი აუცილებლად უნდა დაჯდეს ეხლა აუცილებლად მოლაპარაკების მაგიდასთან, სანამ ეს მაგიდაც მოლაპარაკების მტრად არ აქცია ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბოლოს და ბოლოს ამ ხალხმა უნდა თქვას, რომ ხალხმა რა ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და სასულიერო პირებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოაცხადონ მსოფლიოში, რომ ისინი უარს ამბობენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე.
კი ბატონო, თუმცა ისრაელიც ამბობს, რომ სამ ბოლომდე არ მივიყვანთ საქმეს, მაგრამ არ გავჩერდებითო და სადღაც ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი 1-2 კვირას გასტანსო. კი ბატონო. ისე რომ წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ კონდეს უკვე ირანის შეერაღებულ ძალებს. კი ბატონო, ძალზედ ცუდი ვითარება ოთარ გეთანხმები, მადლობა. ხო ახლა გამახსენდა უცებ წეხან აღნიშნავდი, რომ არც ასე ვთქვათ აიათოლა ილღაზი მეთქი და აქეთ უნდა მეთქვა ნეთანიაჰუა მეთქი დავით აღმაშენებელი. ანუ ეს არც საღმრთო ომია და არც რაც არ უნდა დაუშვათ პარადოქსი, რომ რომელიმე მხარეა მართალი. ჯერ კაცთა კლასში რომელი მხარე უნდა იყოს მართალი, ხო? თუ მართლა თავს იცავ, კი ბატონო, ჩვენ თავდაცვით ომებს ვაწარმოებდით, ჩვენი სამშობლო, ჩვენი გმირი წინაპარი და რა თქმა უნდა თავს არ ვესხმოდით. თუმცა იქ იყო ერთი რამოდენიმე ისტორიული კაზუსი, მაგრამ ეს არ არის ლეიტმოტივი ჩვენი ისტორიისა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვაში ვიდექით და აქედან გამომდინარე იქმნებოდა ჩვენზე ლეგენდებიც და არაერთი, ასე ვთქვათ, სახელეუნებო ნამუშევარი, ხო? ეს ფერწერა იქნებოდა თუ დაუშვათ ლიტერატურა. რადგან როცა თავდამსხმელი ხარ, არასრულფასოვნების კომპლექსი გაქვს შენ. აი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ევროპას შორის რა დიფერენციაციაა, გარდა ტერიტორიული დაუშვათ იქ სხვაობისა, მასშტაბისა თუ ენა ლექსიკისა, ხო? და ყველას ინდივიდუალური ისტორია აქვს, მაგრამ არის სწორედაც რომ აღმოსავლეთ ევროპა ყოველთვის დაჩაგრულის მანტიაში იყო. ძირითადად დასავლეთ ევროპა, აი დასავლეთისკენ, რაც უფრო გადავხრით ვექტორს, არასრულფასოვნება იქ გაცილებით მეტია. შიში, ფობია, ვაიმე ეს ხომ არ მიპყრობს. ეს გაძლიერდა, ეხლა უნდა გავაჩერო, რადგან აუცილებლად დამიპყრობს. რამე თუ თვითონ არის ოთარ დამპყრობელი, მაყურებლებო, თვითონაა დამპყრობელი. ყველა დამპყრობელის мотиваციაა სწორედ ფობია და ეს პათოლოგიური შინაარსები, რაც რა თქმა უნდა შემდეგ ერის ნაწილსაც გადაეცემა ხოლმე, როგორც მოხდა ჰიტლერის დროს და არა მხოლოდ ფაშისტური რეჟიმების დროს. მე მინდა ეხლა ამოვანათოთ ტელეფონის ნომერი, რომ მაყურებელს მივმართოთ და მაყურებელმაც დაარეკოს ჩვენთან, გამოხატოს თავის მოსაზრება დღევანდელ მიმდინარე მოვლენებზე და ერთი თხოვნა მექნება ოღონდ რა. თუ ის ადამიანები, რომელთა ზარი აქ ხშირად გაისმის, ჩვენი მხარდამჭერებიც არიან და ჩვენ არ ვუჩივით რაოდენობას მხარდაჭერებისას, εν რაოდენობაა ეს, ვერ მოხვდებიან ყოველი მეორე თუ ყოველი პირველი. ეს იცოდეთ, რომ ხელისუფლება მუშაობს და არა მხოლოდ ხელისუფლება ტანდემში, მაგრამ ძირითადად ხელისუფლება, რომ თავიანთი დაფინანსებულები, თავიანთი პულტით მართული პიროვნებები დასვან ამ სატელეფონო ხაზზე, არა ერთი და ორი და აქედან გამომდინარე მათ დაიკავონ ეს სივრცე, რომ თქვენი ზარი აღარ განხორციელდეს. ძალზედ მარტივი მიზეზია ამისი, ოღონდ ძალზედ მზაკრული. თუმცა ჩვენ ამ ნაბიჯზე მივდივართ და ამ უპრეცედენტო მოვლენას, რასაც ქვია, ყველაზე ობიექტურ ტელევიზიაში, ობიექტივში განხორციელებული ზარები მაყურებელთა მხრიდან ეს კვლავ არ წყდება. ჩვენი ტელეფონის ნომერია 557-88-55-88 და დაველოდებით ზარს. ვიყოთ კორექტულნი, ჩვენ და უნებურად შეიძლება არაკორექტულობის გამო ჩათვალონ და გაქთიშონ, რადგან ეს ტელევიზია საზოგადოება უსმენს, ახალგაზრდა მოусმენს და ასე შემდეგ. ამას თუ კიდევ განმარტება დასჭირდება, თლად კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, რა, თლად კარგად. ხო, ისე გვარამიაც, ჯაფარიძეს და დანარჩენებიც. მე ამ მომენტში ახლა არ ვიკითხავ ვინ, რა, როდის და როგორ და რატომ. ეს ყველაფერი ნათელია, კაცო. ესენი იყვნენ მთავარი გამთეთრებლები იმისა, როცა ასევე იწნეხებოდა და ფეხქვეშითელებოდა ქართველი ერის ღირსება, მაგრამ ამას გავანებოთ თავი. ეს პიროვნებებიც
იმ კონტექსტში არიან განხილულნი და ზოგიერთი მათგანი მართლა უკანონოდ დაკავებული. უკანონოდ და აი რაღაც რა მიზეზით, რა мотивაციით რომ ძალზედ უსუსურია. იმის არ იყოს კაცმა, ну პირობითად კაცმა. საკაცობრიო მნიშვნელობის დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებშია ხილებული და რამოდენიმე საქმე არის რაღაც ვაშლის გათლაზე თუ პიჯაკების საქმეზე თუ რაღაც ესეთი სამარცხვინო თემატიკა რა. ხო. და ამ ჟანრში ვხედავ სწორედაც ამ პიროვნებების დაკავებასაც. ღმერთმა ეს ამ ადამიანებისთვისაც ჯანმრთელობა მისურვებია, მე უბრალოდ არა ვარ თავისუფლების დაკარგვის მომხრე, უფრო გონების თვალის ახილვის და სინათლის შეტანის მომხრე ვარ. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონებო. მე ყოველთვის გისმენთ და ყველაფერში გეთანხმებით. მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა უსურვო ბატონ ლევან ჩაჩუას. გაიხარეთ. ღმერთმა მალე გაგვაგებინოს ის სასიხარულო ამბავი რომ თქვენ რიგებში ისევ ძველებურად იყოს ბატონი ლევანი. დიახ. ასეც იქნება და მე ჩემი პატარა წვლილი მინდა რომ მე შევიტანო ამ საქმეში. ეხლა მეორე რა მინდა რომ გითხრათ. იცით გული მიყვება იმდენი არასასიამოვნო და ასე ვთქვათ, აი ძალიან მოუწმენელი მოვლენები ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ლამაზ საქართველოში. არ ვიცი რანაირად შეიძლება გამოვიდეს ადამიანი და რამე ენა მოუბრუნდეს დადებითი თქვას ჩვენი ხელისუფლების მისამართი, როდესაც არ არის ჯერო რომ სავალალო ვითარება არ იყოს. და ესე იგი მე მინდა იცით რა ასე ვიტყოდი არ შეგაგეთ თავს ღმერთმა თქვენ წარმატება მოგცეთ და მალე ეროვნული ხელისუფლება თქვენი სახით მოეხილოს და იმ ხალხს კიდე ვინც დარეკავენ ხოლმე თქვენთან იქნება თუ სხვა ეთერებში და ამბობენ თავრობისგან რა გინდათ ხომ მშვიდობაო აი ეს რა მშვიდობაა კარგად ხედავ ყველანი და მე მინდა იმ ხალხს უსურვო სოციალურად დაუცველთა ჩასადილოში რომ სადილებია იმაზე უკეთესი არასოდეს არაფერი არ ეჭამოთ იმას მაპატიეთ ჩემი ემოციებს დიდი მადლობა ქალბატონო ზარისათვის დიდი მადლობა ჩვენი შეფასებისათვის კეთილის სურვილებისათვის აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით და მოგხვებით გარდა ბოლო წინადადებისა რამე თუ ემოციური იყო ესეც მოდით მათაც არ ეჭამოთ ის უფალმა ძალიან კარგად იცით უფალი გვეუბნება რომ სამაგიეროს მიგებაც ჩემზეა ნუ ჩქარობ ადამიანო ამიტომ იცით იმ ლარ 60-იანი საკვები ლარი და 60 უჯდება თუ უფრო ნაკლები ერთი ადამიანი სახელმწიფოს რას ხსნიან და რას ასე თქვათ წყალში ხსნიან ცხიმია იქ თუ რა უბედურება კაცმა არ იცის ასე რომ გეთანხმებით სრულიად ლევან ჩაჩუა ჩვენ რიგებში აკვლავ და უფალმა გისმინოთ თქვენი მონაწილეობა თუ გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ თქვენ იცით ოფიციალური რეკვიზიტები მონაცემები ბატონ ლევან ჩაჩუასი და რა თქმა უნდა შეგიძლიათ ისარგებლოთ ზარია ეთერში და გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით გამარჯობა ის ჩემი ხმა ბატონო დიახ კარგად დიახ ხო ესე იგი მე მინდოდა დღეს სამწლის გამომეყვა სონა მინდოდა იმ ადამიანების აპეტიტი და აი საშინელი პარტიის გამო დაიღუპა ერთი წუთით ბატონო დინარე ვერეზე რომ დაიღუპა ერთი წუთით ბატონო დღეს 13 ივნისი როა იმას იხლე ხო და აი ცოტა რომ მოშორდეთ მიკროფონს სუდათ ისმის ხმა ხო რაღაცები გავიგეთ კი ბატონო ხო და აი მათი იმის რა ქვია მაშველი ახალგაზრდებით მე დაიყვა რა მნიშვნელობა საშინელი ფაქტი იყო და იმას პასუხი არ აგეს ვინც მოაქცია ეგ ვერ არის ჩქა ეგრეთ მოდებულ ტრომაში თუ მილკში
უბრალოდ ხო და ეხლა რამით უნდა მეთქვა ერთი ის დაჟღებს ამ დღეს თუ გასაგებია რა ხდება ეხლა მე მეორე შეიძლება არ დამეთანხმოს მაგრამ გულის სიღრმეში როგორც ისტორიული წრის დაკნინება და დაბრუნვა კიდე გამიკარდება კიდე ისრაელის იყოს ამერიკის პათოლოგიური ძილზე მაქვს მაგრამ ეგეთი საქმე კაი გააკეთა იმიტომ რომ ირანი და თურქეთი ბოლომდე დაემხობიან ბედნიერი იქნება გულში ხო რა შეიძლება და რა მithქვა ეს აი ნახეთ რომ მათო და ბურტულაძეზე ბრძანა დიავოლსკი რომ ეხეჩიაო და ეს როგორი დატრიალდა თქვენ გაიმეორეთ როგორ რა თქვა ვოლსკი აფრკოს ხოლმე მარგალიტეს ეხეჩური აზრები თქვაო ბატონო ეხეჩური და მე რა როგორ ვიფიქრე ისიც ისა ძველ ქართულად რეგვენი რო იყო რეგვენი აი ბაგრატ რეგვენი ანუ დავით აღმაშენებელი და პაპას რადგან მოხით იყო რეგვენი ნიშნავდა ჯერის ეგრეთ წოდებულს და მაგრამ თვითონ ეკეჩის დეფინიცია უფრო დიახ ეკეჩი თქვაო და იგულისხმდა ხელმოღერებით მომღერალი ეს აი თქვენ მაგაზე რა თქმა არავის არის სარკაზმი შეიძლება ეს აზრი და რაც მოგირებს გაიჯეროს კიდე გარკვეულმა ნაამი რომელია ბრძლი და რომელი ეკეჩი მანდ ძალიან გაკითხავთ გაიხარეთ პირიქით მადლობა აი ორივემ გავცეთ პასუხი ჩემო ოთარ რაც შეეხება ახლა კეკეთს ცუდად კი ისმოდა მაგრამ გავიგეთ რა თქმა უნდა ძირითადი აზრი ოპერის მომღერალია კი ბატონო პაატა ბურჭულაძე თავისი დიდი დამსახურება აქვს ყველას მადლობა პოლიტიკური მხარის მიუხედავად თუ მიუმხრობლობის თუ ასე შემდეგ რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელი, ჩვენი ქვეყანა გააცნო აბსოლუტურად მთელ მსოფლიოს, გააცნო დადებითად, გააცნო წარმატებულად და ჩვენ მათით ვიამაყეთ აბსოლუტურად ყველას მადლობა და ამ მადლობაში თავისთავად პაატა ბურჭულაძეც როგორც დიდი ბანი შედის ჩვენ ოპერაც გვიყვარს და ოპერაც ვიცით კაცო, ასე თუ ისე, ხო? ლეგენდარული დიდი ბანი იყო შალიაპინი, ლეგენდარული ბარიტონი ტიტა რუფო და კარუზო ლეგენდარული ტენორი და არა მხოლოდ მე ახლა ეს ტრიადა გითხარით მაინც გამოკვეთილად სპეციფიურად ახლა ვოლსკიმ რა თქვა ვოლსკის უფრო წყევლოლოგია აქვს შეთავსებული თავის ეთყობა ძირითად პროფილთან რამე თუ ის წყევლას შიფრავს რომელი მიდის ან რომელი არ მიდის და ამის მიხედვით მერე ირჯებიან ვინ დააკავონ ვინ დააჯარიმონ მე ვოლსკის განცხადებაზე კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს კეკეთში რასაც ქვია ეს არ არის მხოლოდ რეგვენი კეკეთში უფრო აი სუბუქი რაღაც ინფანტილური აი უფრო სიჩერჩეტესთან ალბათ კავშირშია რასაც ახლა არ იმსახურებს რა თქმა უნდა და 13 ივნისით გსურდა დაგვებოლოებია რამე თუ ეს ერთსულოვნება რაც 13 ივნისს გამოხატა ქართველმა ერმა ჩვენ არ დაგვადმივიწყნია 13 ივნისს გსურს რომ ეხლაც მოხდეს რამე თუ ის ცუნამი და ის წყალდიდობა რომელიც მაშინ ფიზიკურად განხორციელდა დღეს იდეოლოგიურად და არა მხოლოდ იდეოლოგიურად საქართველოს წალეკვის პირასაა უცხო ტომისგან შინაურისგან თუ გარეულისგან აი რადგან აღნიშნეთ ეხლა უკვე შუაში ვთქვით და მაინც ბოლოს მაინც ამით დავასრულებთ რამე თუ იქ ხალხი გარდაიცვალა და მათი სულები მოიხსენიოს უფალმა მართლმადიდებლურად აღსრულებულნი ზარია ეთერში მოვძანდით გისმენთ გამარჯობათ აგიმარჯობთ თქვენ სად რეკავთ ობიექტივში ხართ მერე და სტუდიაში ხართ პირდაპირ ეთერში და გისმენთ ერთი საკითხი მე ვარ 80 გადასხივებული პენსიონერი. გასაგებია, დიდხანს გაწევს. მაგალითად, ვერჩი. დიპადი კაი დახმარებული მოსე. და მაგალითად, თქვენი და ნანუგა ჟორჟია მაგალითად უხადო. დიახ. კეიგენ საკითხი. ცუდად ისმის, მაგრამ რო გითხრათ, რომ არაფერი არ უგესმის თქო, ესეც არ იქნება მართალი.
მაგრამ 4 სიტყვიდან ერთს რომ მოვისმეთ, მაინც არაა ეს სტაბილური და სრულყოფილება. მადლობა მოუხადა ბატონმა ობიექტივს, მადლობა მოუხადა ჟორჟოლიანსაც. ალბათ იმ მადლობის პასაჟის გაგრძელება იყო, მე რომ მადლობას ვიხდიდი, მე მადლობას მოუხდი ყველა იმ ადამიანს წარსულში, რაც კი ჩაიდინა ქვეყნის სასარგებლოდ. შემოვიდეს ზარი ეთერში. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. ობიექტივში ხო? ობიექტივში ხარ. დიახ, მოსახლეობაზე უნდა მოიშორებინა. ამ ჩვენ ტელევიზიას ახალ საგებებს და როაცება ნახატია პორტულაზე და ჟორჟოლიანის დაწე. ვერ გავიგე გენაცვალი, ვერ გავიგე. აბა თავიდან ათქვით და ცოტა მოშორდით მიკროფონს, თორე სასირცხვილო ვინც გააკეთა და რაც გააკეთა, ის რო დავიწყოთ ეს ეთერი კი არა, დიდი ბევრი ეთერი არ გვეყოფა. ხო. არა, მე ხო და სიტყვებს შორის ინტერვალი მოშორდით მიკროფონს, რო სწორად შედგეს ჩვენი ურთიერთობა რა. ეკრანს და ამთავრობას მოშორდით, ცოტა ხანი მაინც. არა, თავობა ესეთი თავობა გამსახურდია, როგორც დავმარგებდა პლოვარსება. ხო, მაშინ ისაუბრეთ ესე, აბა გისმენთ. ხო, მაგრამ მე გეუბნები დახატე. ატა ბურტულავე ხაათებდა, ჟორჟოლიანსი. ნუ რა პოზიციაში კაი. კაი, გეტყვით მაშინ, ეგარი ხო თქვენი კითხვა? რა, მე ვერ გავიგე კითხვა. არა, პატა ბურჭულაძეს როგორ აკებთო? როგორც კარგ მე მომღერალს. როგორც კარგ მომღერალს, იცით, როგორც კარგ მომღერალს, რომელმაც ერთ თქვენ უფრო დიდი ტალანტი თუ გაქვთ ამ სფეროში, შეგიძლიათ არის ამისთვის იყვნენ ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, რომლებიც არაფიშირებდნენ, მაგრამ ძალზედ ცდუნებულ, ძალზედ ამაზრზენ და ცოდვილ ცხოვრებაში იყვნენ. საბალეტო ხაზით თუ არასაბალეტო ხაზით. და ზარია ეთერში, თქვენ რა ვიცით, პასუხი უნდა აღმოგეკითხათ, მაგრამ არ მგონია მხოლოდ პაატა ბურჭულაძეს გამოსარჩლებისთვის უпроსორად ამ კითხვით გამო იყოს თქვენი ზარი განხორციელებული. სამწუხაროდ გაითიშა, ისე კიდევ მოგისმენდით, დიდი სიამოვნებით, კიდევ ვის შესახებ გვეტყოდით რამეს. ზარია ეთერში შემოგზავნით. გამარჯობათ, მოგესალმებით. გაიხარეთ. აკაური პოლიტიკა არ მაინტერესებს. იმიტომ რომ ხოხებავდა გლობალურობა ყველა კითხვაზე შეკიდებიანდა. მე მინდა ამის რეკომენდაციებით მოგახსენოთ. აუციეთ რა ტექნიკურ ჯგუფს თქოს ოდნავ აუციეთ ხმას. იმდენი მაიმუნა ამ ისრაელმა რომ ამერიკის ქართა უნდა კონფორმულად ტრანსფერდა. ტრამპი რო ჩავიდა ღაზის სექტორში და ის ბანდიტებს ყოფდა. მაგაჩოლის ხოლმე გამწვავდა. ხო და აი ეს ისინი დაიქალდეს ამ რეჟიმმა რომ ფოკლი უმუნდა რო წამოიკიდოს. როგორ ფიქრობთ ახლა ირანის დათმობაზე ადვილად ყველაფერს? ირანი ადვილად არაფერს არ დათმობს. მაგრამ სხვა გზაც არა აქვს უკვე იმდენად თავი მისი სამხედრო პოტენციალი არის დღეს. ისე ცუდ დღეში რომ მაგას აი ეს საუდის არაბეთსა და გამოაცხადა ხო? საუდის არაბეთსა ფერმა მარგარეტიანა მაჰმადიანმა სანყაროს თავი დაუჭირა. კი, დაუჭირა. ირანს. დიახ, ამას ძალიან ცუდი მდგომარეობა. ძალიან ცუდი, დიახ. ეს ამერიკა თუდად თამაშობს. ძალიან ცუდად თამაშობს. გასაგებია, ყველა თავისი ინტერესის გამო თამაშობს და იბრძვის. ყველა თავისი ინტერესის შესაბამისად. და ეს ინტერესი ხშირად კაცობრიობის საწინააღმდეგო ინტერესია. ჩვენ ამის გამო, წეხან როგორც აღვნიშნეთ ბატონო ჩემო, რა თქმა უნდა გქონდეს და ვაწარმოოთ ის პოლიტიკა, რომ როგორც მინიმუმ საკუთარ მოსახლეობას არ ვებრძოლოთ და ომი არ გამოვაცხადოთ შიდა ომი. მინიმუმ, რომ რაღაც ერთსულოვნებამდე, კონსენსუსამდე მივიდეს ერი. და ამის მებაირახტრე უნდა იყოს ხელისუფალი. და ხელისუფალი კიდე ვიცით ვინც აკვავს ჩვენ. მოგზავნით ზარია ეთერში. გამარჯობათ. გამარჯობათ. ეს მოჩიდი ლევანი ქართული ქრისტიანი მართლმადიდებელი ეხლა ეს რატო აღნიშნეთ გილოცავს პირველში ყველაფერს და მოვლენებით უცხოენობას და იცოცხლეთ. მადლობა.
ჩვენც გილოცავთ. და გაიხარეთ. ძალიან უცხოეთში მაგრამ ერთი ხაი იქნება ის ხალხი ულამდე შემი რაღაცაი გული ხალხი ხალხო აბიცნობა აღარა ხა აი ამ ხალხის რა ამ ხალხის ჩვენი ხალხი არტელობის და და თუ ჩვენ ვიდა რომ აი ერთი გაერთიანებული ხალხი რომელმაც იცვალეს გაერთიანდა ვერეცალამ ის ხნა აჩერდება და ეს ჩვენი გაერთიანებული კონსტიტუციური ძალები საერთოდ გაგვიუქმეს ხო ასე უნდა თქვათ დიახ აი ხოდირეცენი აზრი გავერთიანო ბატონო ეძებო მაფებო გასწავლე გაიხარეთ და რა ეს წამოყალიბეს და პირდაპირ აი რაღაცა არ თქვია ერთყვა აუდიტიანე გულსავრზე თუნდა სადაც ვიდა რა ერთობა აზრი არა გულსავრზე სიტყვები იყო ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა აი ესეთი ხატოვანად შემიძლია გიპასუხოთ დიდი მადლობა გაიხარეთ გენაცვალეთ დიდი მადლობა ლევანის მოკითხვისათვის ასმაგად დაუბრუნოს ყველას უფალმა და მადლობა უფალს დაუბრუნოს ყველას გაღებული მოწყალების შესაბამისად და ამ გაღებული მოწყალებისათვის მე ერთ რამეს ვიტყვი ახლა არ ვიცი ბურჭულაძემ რა დააშავა მაგრამ ხელისუფლებამ რო ეს პროცესი ხელახლა აგორა პრაქტიკულად ეს ჩამცხრალი იყო ეს მიტინგები და გამოსვლები და გუშინ ვნახეთ აუარებელი ხალხი ეს მიტინგები გადარია იმ ამბავმა რომ 21 წლის ბიჭი იქ რაღაც ჯოხი რომ მოიქნია და თიძე მოხდა და თავს იცავდა ის 4 წელიწად ნახევარი მიუსაჯეს და ჯერ ის პროცესი არ იყო ისკენ პარალელური პროცესი იყო რა თქმა უნდა ის რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამდენი უცხოელი შემოვიდა და პრაქტიკულად მალე შეიძლება ჩვენ ქვეყანაში უმცირესობა გავხდეთ და ამას კიდე ემატება ეს პოლიტპატიმრები 2 წუთი დაგვიმატეთ თუ შეიძლება პოლიტპატიმრები და ახალი ტალღა პროტესტის და პარალელურად მიდის კიდევ ასე კომისიის ხდომები რომელიც ნახევრად სიმართლეებს ადგენს და იმის შედეგია ხო ახლა რასაც ვიმკით სამწუხაროდ იქ რომ საუბარია როგორ როდის და სად როგორ დაატერორეს ჩვენი მოსახლეობა ბიზნესმენები რა ვიცი სხვა პროფესიის ადამიანები პარალელურად არ მიდის საუბარი იმაზე ვინ გააკეთა ეს და რატოა ეს ხალხი დღეს ისევ სახელმწიფო აპარატში წარმოდგენილი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა შტოში ხო გესმით ყველა შტოში ამას მოყვა რა თქმა უნდა არის ასევე რა თქმა უნდა ის პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით სოციალური პრობლემა ყველაფერი ეს დაგროვდა და ეს მუხტი სწორედ აი აქ დედაქალაქში იფეთქა რა თქმა უნდა რეგიონებიც არის ამ ამბავს აყოლილი და არ ვიცით როგორ სიტუაცია ელვის სისწრაფით იცვლება რომ ხელისუფლებას რო ეგონა რომ აქ უკვე ყველაფერი დასასრულისკენ წავიდა გუშინ ახალმა ტალღამ იფეთქა და ეს პროცესი ალბათ მთელი ზაფხული ასე გაგრძელდება სავარაუდოდ ასე იქნება სამწუხაროდ ესეთი ვითარება ახლა ხარება კი წავიდა სახში გაუშვეს მაგრამ ამით არ გვარდება პრობლემები იმიტომ რომ არის ორივე მხარეს დაზარალებული კი პოლიციელი თუ დაზარალდა უნდა დაისაჯოს ადამიანი მაგრამ პოლიციელმა რომელმაც დაასახიჩრა მომიტინგეები იქ სხვა პროფესიის ადამიანები ისე რომ სასიკვდილოდ ასახიჩრებდნენ ხალხს და იქ თურმე არც ერთი დამნაშავე არ არის ხო ეს როგორი მიდგომაა რაღაცნაირი ცალმხრივი ისეთი რომ სიმართლის დადგენა უჭირს კი არა ხელისუფლებას უბრალოდ არ უნდა და გაჯიქებულია გამოუცხადა ომი არა მხოლოდ შიგნით თავის ხალხს არამედ მთელ მსოფლიოს ყველგან რაღაც deep state ელანდება კი ბატონო რა ვიცი ეს ამერიკაში თუ ევროპაში ესე იგი გამოაცხადა deep state-ის მსხვერპლად მარკო რუბიო რომელიც ებრძვისო ტრამპს და მე ჩვენ და რაღაც თეორიებს ასტრალშია ძალიან გასული არიან მომსახურების ზონიდან და
ძალიან რთული დასალაგებელია ეს ასე ამ პირობებში ის რომ პრობლემა თავისით გაქრება და რაღაც ხალხს დაავიწყდება ამდენი დაგროვილი პრობლემა ერთად ეს არ იქნება ეს უნდა ვთქვათ და ხელისუფლებას ვთხოვთ ჩვენ და მოთხოვს ალბათ მთელი ხალხი კიდე ამ საპროტესტო აქციებზე რომ ჩაატაროს ახალი საპარლამენტო არჩევნები რაც ყველაფერს თავის რა თქმა უნდა ადგილას დააბრუნებს უნდა ეყოთ კეთილგონიერება მათ ჩვენო პატივცემულო ტელემაყურებელო რადიო მსმენელებო ყველას დაგემშვიდობებით დიდი მადლობა უფალს დიდი მადლობა ტექნიკურ ჯგუფს დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველას ვინც მიიღეთ მონაწილეობა ვინც გვიძქერდით ტელევიზიით ჩვენ 13 ივნისი არ დაგვიწყნია 13 კიდევ ერთხელ განმეორდებით 13 ივნის გარდაცვლილთა სულები მოიხსენიოს უფალმა და ის ერთსულოვნება როცა იქ არა მხარე არა პარტია რომელი პარტია რისი პარტია ადამიანების გადარჩენაზე ქონდა საქმე ვიყავით ერთსულოვანი ასეთი ერთსულოვნება ქართველს არ ესწავლება და მოაწია უკვე იმ ჟამმა რომ ამ ერთსულოვნებისაკენ ქმედითი და დიდი ნაბიჯები გადავდგათ თორე რა თქმა უნდა ჩვენ 13 ივნისი და არც ერთი თარიღი არ დაგვიწყებია 13 ასურელი მამა შეგეწიოთ თქვენ ნახვამდის